ღარიბაშვილი არის უკვე პატიმარი და მას აქვს მოჭრილი გზა, რომ პირობითად სააპელაციო სასამართლომ მისი გადაწყვეტილება შეცვალოს. იმიტომ რომ მან თვითონ აღიარა, თვითონ მოაწერა ხელი საპროცესო გარიგებას და ხუთწლიან პატიმრობას. ანუ ის რომ მაგალითად ივანიშვილი კარგ ხასიათზე მოვა ბატონი ბიძინა ცოტა ხანში და სააპელაციო სასამართლოს გაასამართლებინებს ან საკასაციო ინსტანციას, ამის შანსი აღარ არის. მაშინ რა შანსი რჩება ღარიბაშვილს? შესაძლოა კარგ ხასიათზე გაიღვიძოს მიხეილ ყაველაშვილმა, ამ წუთებში იღვიძებს და შეიწყალოს, იმიტომ რომ მას ეს უფლება აქვს. ანუ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ყოველგვარი მიმართვის და რაღაც პროცედურების გარეშე მიიღოს ღარიბაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება და შეიწყალოს ეს არის ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია. ნებისმიერ დროს. იმ შემთხვევაში თუ არ მიმართავს მეორე დღესაც, ანუ განაჩენი, როდესაც შევიდა ძალაში და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ საპროცესო გაფორმდა, მისჯილი აქვს მიხეილ ყაველაშვილს 1 საათში შესახლებიდან ეგრევე შეეძლო ანუ დიახ, კი, ჩვენ ისე სხვა შორის საინტერესოა გვესმის ხოლმე ხო ზოგჯერ გვესმოდა ხოლმე რომ მიმართეთ და შეგიწყალებთ მოინანიეთ და შეგიწყალებთ ეს ტყუილია იმიტომ რომ პრეზიდენტის დისკრეცია მას შეუძლია რომ მიმართვის გარეშე შეიწყალოს პატიმარი მსჯავრდებული ოღონდ თუ განაჩენი ძალაშია ღარიბაშვილის განაჩენი ძალაშია მაგრამ ამ შემთხვევაში ხა ერთი საინტერესო დეტალი არის ალბათ ეს რაღაცა ცოტა არარეალისტურად შეიძლება ჟღერდეს უცებ რომ აღმოჩნდეს რომ მიხეილ ყაველაშვილმა ისევე როგორც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ახლა ბიძინა ივანიშვილს და თქვენს რომ იცი რა არის აი ახლა მე ამ კაცთან ერთად ამდენი წელი მუშაობდი ამაშობდი მე მოკლედ ღარიბაშვილმა შევიწყალ და და ორ შაბათს დათლისების შეწყალებას რომ არის მოლოდინი რომ აი სინდისის პატიმრები იქნებიან სიაში მზია ამაღლობელზე ნამუსი შეაწუხებს ყაველაშვილს და ქალპატიმარ შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს და უცებ სიაში რომ აღმოჩნდეს ირაკლი ღარიბაშვილი თუ ამის უფლება აქვს კი მას შეუძლია ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ახლა ჩვენზე გაბრაზდეს და შეიწყალოს უცებ ექსპრემიერი ესეც შეუძლია მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ამბავი რა კარგი მიხეილ ყაველაშვილი ბოლომდე დაემორჩილა მაგალითად წესებს პარტიულ გადაწყვეტილებას და ნუ თქვა რომ არა ბატონმა ბიძინამ რადგანაც ბრძანა ესე იგი ის უნდა დარჩეს პატიმრობაში და ადვოკატებმა რაღაცა ეტაპზე გადაწყვეტეს რომ დაიწყონ ბრძოლა ღარიბაშვილის ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად მისთვის მიცემული კანონიური უფლებების ფარგლებში აი ამ შემთხვევაში რა გზა რჩება ჩვენ უნდა ველოდოთ რომ დაიწყებენ ამ ბერკეტების გამოყენებას ამ შემთხვევაში არის კი მე მაქვს ეს ინფორმაცია რომ ყოველ შემთხვევაში და ბუნებრივიც არის ალბათ რომ ციხეში რომ ზიხარ 5 წლით რაღაც დრო რომ გავა დაიწყებ ამ პროცედურებს. აქ მნიშვნელოვანია რომ ირაკლი ღარიბაშვილის მუხლი რომლითაც ის მსჯავრდებულია 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ამ შემთხვევაში მას არ შეუძლია რომ სტანდარტული ვადაზე ადრე გათავისუფლების მას მიმართოს ნახევარი როდესაც გავა. მას უფლება ექნება რომ როდესაც მოიხდის 3 წელს და 9 თვეს ამის შემდეგ მიმართოს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია რომ ის სანიმუშოდ უნდა იქცეოდეს ციხეში, მას უნდა კონდეს რუსთავის ციხის ადმინისტრაციის დახასიათებაც უნდა იყოს. მოდებაძე ბატონი? ბატონი ზურიკო მოდებაძე. მან უნდა გასცეს დახასიათება. მე მახსოვს სხვათა შორის იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში მაკას ემახსოვრება ეს ბევრი წლის წინ იყო ვანო მერაბიშვილის პერიპეტიები რომ იყო ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებასთან დაკავშირებით მაშინ ამობდა რომ მაშინ ეწერა რომ ერთ-ერთ მიზეზად რის გამოც უარი უთხრეს სპორტულ აქტივობებში არ მონაწილეობდა მონაწილეობასო ციხეშიო. რაში გამოიღებაშვილი ძალიან წესიერი პატიმარი იქნება და მორჩილი, ასე მგონია. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობთ მიიღებს. როგორ არის კარგ ყოფაქციას გავიგეთ რომ ბუნდს არაწყობს, გავიგეთ რომ დროულად დგება და იღვიძებს როცა ეუბნებიან რომ უნდა ადგეს გაღვიძება არ კონტროლდება. არა, აქ არის საუბარი ალბათ აქტივობებზე. რა აქტივობებში უნდა მიიღოს მონაწილეობა ექსპრემიერმა ციხეში? სხვადასხვა ღონისძიებებში ის ალბათ უნდა ჩაერთოს იქ არ ვიცი რაღაც აქტივობებში ეხლა ყოველ შემთხვევაში კანონი რაც გვეუბნება ახლა ჩვენ შეგვიძლია კანონის ამონარიდი ვნახოთ მუხლის 68 მზარდებული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ან მისთვის სასჯელის მოხდის ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ამ შემთხვევაში კომისია მსჯელობს და მიდის სასამართლოში. კი, აუცილებლად. სადაც იქ უკვე პროცედურაა, მაგრამ კომისიის დადებითი რეკომენდაცია თუ აქვს, ამ შემთხვევაში უკვე სასამართლო ფორმალურად აფორმებს ნოდარ აი ამ ყველა
ყველაფერს, მაგრამ ღარიბაშვილის შემთხვევაში, იმიტომ რომ მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ედავებიან, საშელის ნახევარს რომ მოიხდის, ვერ მიმართავს. უნდა მოიხადოს 3 წელი და 9 თვე. ასევე არსებობს მესამე ალტერნატივა. რა? ეს არის ელექტრონული სამაჯური. და ამ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება? 3 წელიწადსა და 4 თვეში შეუძლია ღარიბაშვილს მისთვის წარდგენილი მუხლის შესაბამისად მიმართვა. აქაც მნიშვნელოვანია ციხის ადმინისტრაციის დახასიათება. ელექტრონული სამაჯური ყველა მიცის, რომ ამ შემთხვევაში გამოვა ნიკამელიას მაგალითი თუ გახსოვს, იქნება შეზღუდული დრო, რომ გადაადგილდეს და შესაბამისად კონკრეტული საათები ექნება განსაზღვრული. შინაპატიმრობაა რა, ასე უბრალოდ რაღაც საათებში შეგიძლია სახლიდან გაყვიდე. გაყვიდე. უკეთია ან ხელზე ან ქვედა კიდურზე ეს რაღაც რომლითაც გადაადგილდები ელექტრონული სამაჯურით. კი ბატონო, მას აქვს ამის უფლებაც, რომ 3 წლის და 4 თვის შემდეგ მოითხოვოს ელექტრონული სამაჯური. მანამდე ის უნდა იყოს ბატონი მიხეილ ყაბავაშვილის იმედზე. ნუ კანონის მიხედვით. რატომ გაჩუმდა ღარიბაშვილი? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში გვესმის ნატაკაჯაიასთან სხვათა შორის წერილობით ინტერვიუში, რომელიც გამოუგზავნა ნიკა გვარამიამ, უკვე ისინი რამდენიმე ნაბიჯი აცილებთ ხომ მათ ერთმანეთისაგან რუსთავის ციხეში. გვარამიას ჰქონდა მისი ვერსია ამ საქმეზე. ნიკა გვარამია ყოფილი იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გენერალური პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ ფარსია ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვუყურებთ, საუბარი მაქვს ეგრეთ წოდებულ ბრძოლასთან, რომელიც კორუფციასთან ბრძოლად შერაცხა ქართულმა ოცნებამ. გვარამია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ფარსია, ტყუილია, ბრალდებაც დაუსაბუთებლად ეჩვენება. ის სვამს კითხვას, რა მოიპარა ღარიბაშვილმა? აი, ეს აინტერესებს ყველაზე მეტად. აი, რატომ არ ამბობს მთავარი საგამოძიებო უწყება, რა მოიპარა? იმიტომ რომ ცალკე აღებული უკანონო შემოსავალი ვერ შეიძლება ჩაითვალოს იმ სიმძიმის სასჯელად, რაც ღარიბაშვილს დაეკისრა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამ ერთ დანაშაულს უკანონო შემოსავალს უნდა მოსდევდეს მეორე, ამ შემთხვევაში ლეგალიზება. აი, რა საშუალებით ცდილობდა ლეგალიზებას? დააბანდა მაგალითად უკანონოდ მიღებული შემოსავალი, დააბანდა მამის ქარხანაში, ანუ ლეგალური გზა მისცა და ეს არის დანაშაული, თუმცა გამოძიება წყდება, უკანონო შემოსავალი მიიღო და დასრულდა. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს დიდი რაოდენობით ქეში, რომელიც ღარიბაშვილის სახლიდან ამოიღეს, ხო? მოკლედ და მთავარი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩუმად იქნება იქამდე, ვიდრე მისი ოჯახის წევრები არიან უსაფრთხოდ. გვარამია ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ემუქრებიან ოჯახის წევრები. საუბარი მაქვს მეუღლეზე, მამაზე, ცოლის ძმაზე. შესაძლოა აი ამ ადამიანების ბრალეულობაც კი გამოკვეთოს ქართული ოცნების გამოძიებამ და სწორედ ამის გამოა ახლა ასე ჩუმად ირაკლი ღარიბაშვილი. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომ შესულიყო ბიძინა ივანიშვილთან ბოლომდე დაპირისპირებაში, მას მოსაყოლი, სათქმელი, საჩვენებელი ან თუნდაც სოციალურ ქსელში სტატუს დასაწერი, ძალიან ბევრი ისეთი ამბავი ექნებოდა, რაც ივანიშვილს დააზარალებდა. მაგრამ ღარიბაშვილის სიტუაციის გამწვავებაზე არ წავიდა და ბოლომდე მორჩილად დაემორჩილა იმ ვერდიქტს, რაც ოლიგარქმა გამოუტანა. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მაკაჩიხლაძე ამოწმებდა, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ეკრანზე ვნახოთ კიდევაც ეს მასალები, ის ქონება, რაც ქონდა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილისთან ერთად მიღებული ირაკლი ღარიბაშვილს, ეს ქონება არის ხელშეუხებელი, ხო? იმიტომ რომ დასაკარგი ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს ბევრი ქონდა, ეხლა ჩვენ ვხედავთ ეკრანზე დედოფლის წყაროს ტერიტორიებს მხოლოდ. ხო, რეალურად დაკარგა ის, რაც ჩანთით წაიღეს სახლიდან, ხო? იმიტომ რომ ის, რაც თვალნათლივ ჩანდა, ქონებები, რაზეც ჩვენ საუბრობდით ამ წლების განმავლობაში, არსად არ წასულა. ის ყველაფერი ისევ მისია, არც ყადაღაადებს და ნუ ამ მომენტისთვის საფრთხე არ ემუქრება, ხო? ჩვენ გვახსოვს როგორი იყო, რა მასშტაბის იყო მისი ქონება, როდესაც ის პრემიერი გახდა რაღაცა მწვანედ შეღებილი ჭიშკარი, სადაც იდგა ძველი აშენებული სახლი. ჩვენ აღვადგინოთ, ეხლა მაყურებელი უფრო კარგად რომ აღიქოს, ეხლა ყვითლად მონიშნულს ხედავთ, ირაკლი ღარიბაშვილის საგვარეულო სახლკარს თავისუფლების ქუჩაზე დედოფლის წყაროში, რომელიც ბატონი ტარიელ ღარიბაშვილის საკუთრება იყო. აი, წითლად ნაბიჯ მეზობლები გაასახლა აქედან და აი ეს ქონება მერე ნელ-ნელა მიირთა, მე მგონი მეორე რუკაზე. აი, ეს იყო, შეგვიძლია კარგად ვნახოთ, აი, ეს იყო მხოლოდ ერთი სახლი და ტერიტორია. და ახლა აქ უკვე დგას თეთრი სასახლე, აუზი, სხვა დამხმარე ნაგებობები და მე მგონი მეზობელი ნასყი და ბუთხუზის ტერიტორია კიდე არ არის. აი ამის შემდეგ კიდე არის. ტრაქტორისტის და ბევრი სხვა მეზობლის ქონებაც მიიერთა.
რის გამოც ჩვენ ვამბობდით მაშინ რომ საპატრიარქოზე მეტი ტერიტორია აქვს. კონდა ირაკლი ღარიბაშვილს. ხელშეუხებელია ღარიბაშვილების შატო. კი, შატო, რომელიც საკმაოდ ახალი გაკეთებულია სხვათა შორის ბოლო დროს დაასრულეს. მე არ მესმის თუ თქვა გამოძიება მიდიოდა ქონებასთან, რომელიც არალეგალური ფულით შეეძლო ეყიდა ბიძინა ირაკლი ღარიბაშვილს. ეს შატო ყურადღების მიღმა რატო დარჩა, ხო? საკმაოდ ძვირადღირებული შატოა, იქ ნარგავებით, ფრანგული ჯიშის ვაზით და ასე შემდეგ, ხო? არა მხოლოდ შატო, ვთქვათ, იქ ბაკურიანის სასახლე. თავარი, რაც თავარია, ხო? სახელმწიფოს ყველაზე მეტი ვერკეტი აქვს ამ შემთხვევაში. 50 წლიანი იჯარით, აქვს 59 წლიანი იჯარით ეს ტყე აღებული ირაკლი ღარიბაშვილს, ნუნუკა თამაზაშვილს უпростоრად და ნებისმიერ დროს შეუძლია სახელმწიფოს, არ ვიცი, რაღაცა პირობების შეუსრულებლობის გამო, ან თუნდაც იმის გამო, რომ ბრალდებულია და ეჭვი აქვთ, შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება. ხო, ტყე შემოღობილია, შემოღობის უფლება არ ქონდა, ეს შეიძლება საფუძველი იყოს, კი, საფუძველი მოძებნა ახლა ხო ტყე ნამდვილად მისია, ისევ მისია მის სახელზე. კი, ნამდვილად მის სახელზე და უცებ წარმოიდგინე, რომ ეს ტყე შეუწყვიტონ ხელშეკრულება. ხო, სადმე აქვს ეს სასახლე, რომელიც იქ ჩადგა, ხო? ბევრი რამის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, მაგრამ ამ დრომდე ფაქტია, რომ არ თუმცა, გავუკეთებია. ერთი საინტერესო დოკუმენტი იპოვე შენ, როდესაც მუშაობდი დღევანდელ რეპორტაჟზე, სადაც საუბარი არის, რომ ვიდრე ღარიბაშვილს დააკავებდნენ, ივანიშვილმა სესხი გადაახტევინა მისი ბანკიდან, რაც ჰქონდა გამო. ხო, აი ნახე 25 აპრილს გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა, რომ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიოდა, აი თავმჯდომარე რო იყო, იქიდანაც რომ წავიდა. და 24 აპრილს, ანუ წინა დღეს, ამოვიდა ახალი ამონაწერი რეესტრში, რომლითაც გაირკვა, რომ ბაკურიანის სახლისთვის ქართულში აღებული სესხი გადაფარა ირაკლი ღარიბაშვილმა. ნახე, ბანკ ქართულს წარმომადგენელი ზურაბ გოგუა მიმართავს რეესტრს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაბა ბაკურიანის აზელორიას ქუჩა 22, ეს არის ნუნუკა თამაზაშვილის ბაკურიანის ვილის მისამართი, იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. ეს არის მოთხოვნა და ასეც მოხდა 24 აპრილს. იპოთეკა აღარ არსებობს, არადა 2019 წლიდან ქართულთან. ანუ მან სესხი გადაიხადა. სხვანაირად ვერ შეწყდებოდა იპოთეკა. არა, რანაირად, ანუ 2019 წლიდან ეს სესხი ქონდა და ამ სესხის ვადა ჯერ არ სრულდებოდა, ეს იყო ქართულს მოთხოვნა, ჩვენ არ ვიცით რა თანხით შეძლო ამ სესხის ჩაფარო, ან რატო იყო ეს საჩქარო ზუსტად მაშინ, როდესაც ის მიდიოდა საერთოდ პოლიტიკიდან, თუმცა საფუძვლიანი ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა მაშინაც გადაწყვეტილი ქონდა უკვე მისი დაკავება.